სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა. დღეს განვიხილავთ მათეს სახარების ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასაგებ ადგილს, სადაც უფალი ამბობს, ვისაც აქვს მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაც აქვს. მეგობრებო, ბევრისთვის ეს სიტყვები რაღაც, ასე ვთქვათ, გაუგებრად ჟღერს, თუმცა მართლმადიდებლური სწავლებით აქ უდიდესი სულიერი, ასე ვთქვათ, კანონზომიერებაა დაფარული. აი, წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ვისაც აქვს ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს კეთილი ნება და რწმენის წყურვილი. ასეთ ადამიანს უფალი კიდევ უფრო მეტ მადლს ფენს და მისცემს, ხო? ხოლო ის, ვინც უგულებელ ყოფს ღვთისგან ბოძებულ ბუნებრივ ნიჭს, საკუთარი უმოქმედობით კარგავს იმ მცირედსაც, რაც გააჩნდა. აი, მარტივად, ახლა ყველაზე მარტივად მე მგონი ავხსენით, ხო? აი, გავაგრძელოთ კიდე მეგობრებო, ნახეთ, ანუ რატომ საუბრობს ქრისტე მეტყველებს იგავებით, ხო? ნუ თუ მას არ სურდა რომ ყველას გაეგო. პირიქით, უფალი იყენებს იგავს როგორც, ასე ვთქვათ, ფარდას, ხო? ანუ ნეტარი თეოფილაქტი ამბობს, რომ უფალი უფრთხილდება მსმენელს, მათ ვისი გულიც გაქვავებულია. ანუ პირდაპირ ჭეშმარიტება უფრო მეტად დაამძიმებდა, რადგან გაგონილი და, ასე ვთქვათ, არახსრეულებული ხო სიტყვა სასჯელად ექცევა კაცს. იგავი კი საშუალებას აძლევს მაძიებელ სულს ჩაუღრმავდეს სათქმელს, ხოლო გულგრილს თავი აარიდოს ზედმეტ პასუხისგებლობას. უფალი ციტირებს ესაიას, ხო, სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ. ანუ ეს არ არის ღვთის მიერ გამოტანილი, ასე ვთქვათ, განაჩენი. ეს არის იმ ადამიანთა სულიერი მდგომარეობის დიაგნოზი, რომელთაც სიმართლეს საკუთარი, ასე ვთქვათ, კომფორტი და ცოდვა აერჩიეს. ისინი ხედავენ სასწაულებს, მაგრამ თვალებს ხუჭავენ. ისმენენ ცხოველმყოფელ სიტყვას, ხო, მაგრამ გულს იხშობენ. ეს მუხლები მოგვიწოდებს, მეგობრებო, სიფხიზლისკენ. ჩვენი სულიერი ცხოვრება, ასე ვთქვათ, არ არის რაღაცა სტატიკური, ხო? ჩვენ არ ვეძებთ მადლს, ან ვკარგავთ, ან ვეძებთ, ან ვკარგავთ, ხო, მადლს. თუ გსურს, რომ მოგვეცეს და მოგვემატოს, უნდა დავაფასოთ ის მცირე რწმენა, რომელიც დღეს გვაქვს და საქმით, მეგობრებო, გავამტკიცოთ იგი. უფალმა მოგცეს ყური სასმენელი და თვალი მხედველი, რომ არა მხოლოდ ვისმინოთ, არამედ შევიმეცნოთ მისი ნება. ძალიან მოკლედ კიდევ რომ უფრო გასაგები იყოს, მეგობრებო, ამ მუხლების, ესე ვთქვათ, აზრი ასეთია. ღმერთი, ხო, ანუ ქრისტეს სიტყვა არ მოქმედებს ისე, თითქოს ადამიანს არჩევანი არ კონდეს. ღმერთი აძლევს ადამიანს მადლს, მაგრამ ეს მადლი ნაყოფს იძლევა მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი თავადაც ცდილობს და თანამშრომლობს ღმერთთან. ანუ სინერგია, რასაც ქვია, ხო? სინერგია რა არის, მეგობრებო, როცა არის ადამიანის ნება, ანუ არჩევანი, მე ვირჩევ ღმერთს და არა სატანას, და როდესაც, ესე იგი, მოქმედებს უფლის მადლი, ხო?
ანუ ორი ერთად უნდა იყოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ცოდნა და მადლი არის ღმერთის ღვთის საჩუქარი, ხო ნიჭი რა, მაგრამ თუ ადამიანი არ უსმენს, არ ფიქრობს და არ შრომობს სულიერად, ის თვითონვე კარგავს ამ ნიჭს. თეოფილაქტე ბულგარელი გვასწავლის. ეხლა ზოგან პარაფრაზას ვაკეთებ მეგობრებო აქ, მაგრამ შინაარსობრივად რა თქმა უნდა ერთ და იგივე არის. ანუ მამების ბუკვალური ციტატები არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შინაარსობრივად იგივეა. წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი გვასწავლის, რომ სიბნელეში ადამიანს ღმერთი არ აგდებს, მამას ისე იგი იწვევს ადამიანის საკუთარი ნება და გუგრილობა. ამიტომაც სიტყვები ვისაც აქვს ნიშნავს იმას, ვინც თუნდაც მცირე მადლს ინახავს, იქ ლოცვით ამრავლებს და სინანულით იცავს, ხო? ნუ იგავი ერთდროულად არის მკურნალობაც და მხილებაც. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ადამიანებმა თვითონვე დაიზიანეს თავი, რადგან არ უნდოდათ მოსმენა და გულის გახსნა. კირილი ალექსანდრიელი კი გვასწავლის, რომ ქრისტე ყველაფერს აკეთებს ადამიანის გადასარჩენა და განსაკურნებლად. ამიტომ წინასწარმეტყველა ესაიას სიტყვები არ ნიშნავს, რომ ღმერთი ვინმეს განზრახ აბრმავებს. პირიქით, ეკლესიის სწავლებით ადამიანი თავად ხურავს გულს და ამიტომ ვეღარ ხედავს და ვერ იგებს ჭეშმარიტებას. ასევე ეს ადგილი გვასწავლის, რომ არ უნდა ვიყოთ გულგრილნი, ხო, არამედ უნდა ვიყოთ ყურადღებიანი, ვეკითხებოდეთ და შევინარჩუნოთ, ასე ვთქვათ, ის მცირე სულიერი სიკეთეც კი, რაც ჩვენში არის. და ბოლოს მეგობრებო, დაახლოებით 4-5 წმინდა მამების აი რას ამბობენ ამ მუხთან დაკავშირებით. იოანე ოქროპირი არ უთქვამს, ვისაც არ აქვს იმას წაერთმევაო, არამედ იმასაც წაერთმევა, რაც გონია რომ აქვს. ვინაიდან თუ არ იღწის ის მცირეც, რაც მიეცა, დაიკარგება. თეოფილაქტე ბულგარელი. ვისაც აქვს, ანუ ვინც იღებს და ინახავს მადლს, მას მიეცემა უფრო მეტი, ხოლო ვინც დაუდევარია იმას, ისის წაერთმევა, რაც მიეცა. კირილე ალექსანდრიელი. ღმერთი არ აბრმავებს თვალებს, არამედ ისინი, ვინც არ ისმენენ, თვითონვე იკეტავენ გონებას ჭეშმარიტების მიმართ. ბასილი დიდი. მადლი არ აიძულებს ადამიანს, არამედ ეხმარება მას, ვისაც აქვს კეთილი ნება. და ბოლოს მეგობრებო, ათანასე დიდი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფლად შექმნა, რათა სიკეთე ნებით აირჩიოს და არა იძულებით. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. აბა მადლობა და გაიხარეთ.